ეს კამბოჯის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ოჯახია, რომელი ოჯახთანაც 3 კვირა ვიცხოვრე. ალბათ დაგებადებათ კითხვა. კი, მაგრამ რატომ მოუნდა ამბიჯს კამბოჯის მიკარგულ სოფელში ადგილობრივ ოჯახში ცხოვრებაო? კამბოჯაში ჩამოსულს ერთადერთი მისია მქონდა. დავჩენილიყავი ადგილობრივ ოჯახში და დავკვირებოდი მათ ცხოვრებას. მაგრამ მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდება და სულ რაღაც ერთი დღით მომიწევს დარჩენა კიდევ სხვა ოჯახში. და როგორც აღმოჩნდება, სწორედ ამ მეორე ოჯახთან გატარებული ერთი დღე გადაწონის მთელ ამ 3 კვირიან გამოცდილებას. პარალელურად საოცარი თავგადასავლების გადამხდება ამ პერიოდში და ვიდეოში სწორედ ამ თავგადასავალს გაგზიარებთ. როგორც უკვე ვთქვი, 3 კვირა ვიცხოვრე ამ ოჯახთან, მაგრამ ეს ოჯახი ყველაზე არაკამბოჯური ოჯახი გამოდგა. არც სასოფლო საქმიანობას მისდევდნენ, არც შინაური ცხოველები ყავდათ და შემოსავალს ტურისტებისგან აკეთებდნენ. კერძოდ კი ოთახებს აქერავებდნენ და ასევე სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებს სთავაზობდნენ ვიზიტორებს. მეც ერთ-ერთი რიგითი ტურისტი ვიყავი მათთვის. ამ საქმიანობაში ზოგადად ცუდი არაფერია, მაგრამ ჩემი ინტერესი ამ მოცემულობას არ ემთხოვდა. თან პროცესში შევამჩნიე, რომ უფრო ფულზე ორიენტირებული ოჯახი იყო და არა რეალურ ურთიერთობაზე დამყარებული. ყველაზე კარგად ოჯახის პატარა წევრებს გავუგე და კარგადაც გავერთეთ ერთად. დავაგემუნებთ ახლა ხილს. მოდი შევჭამოთ. მე არ ვიცი როგორი ჭმევა. ჭამიაბა და მეც გავსინჯავ როგორი იქნება. პირველად სინჯავ მოკლედ ამას. ასე მოკრჩო? აი ასე. გადაგივარდა? თავიდან აიღე, სხვა აიღე. თქმული რაღაცა ყოფილი, კაია. აია. მალაიზიაში ყოფნის დროს რო გავსინჯე, ერთი ხელი აი ფოტოს ჩავსვამ, აი მაგის გამოსკავს. მოკლედ, მე უფრო სხვანაირ ოჯახს ვეძებდი. თუ მინდოდა რომ ახალი ხალხი და ნამდვილი კამბოჯური გამოცდილება მიმეღო, ეს ადგილი უნდა დამეტოვა და გზას გავდგომოდი. მქონდა ორი ვარიანტი. ან უნდა წავსულიყავი და დამეთვალიერებინა კამბოჯის ყველაზე ცნობილი ნაგებობა, ან კორვატი, ან წავსულიყავი კამბოჯის დაკარგული ქალაქის აღმოსაჩენად. თუ ანგკორვატი კამბოჯის ყველაზე ცნობილი და მონახულებადი ტაძარია, ეს ტერიტორია და ეს უძველესი ქალაქი ნაკლებადაა ცნობილი და მნახველები თითქმის არ ყავს. ამ ორი ვარიანტიდან არჩევანი ამ უკანასკნელზე გავაკეთე და დავიძალე დაკარგული ქალაქის აღმოსაჩენად. იბადება კითხვა: სად არის ეს დაკარგული ქალაქი? კამბოჯის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სიემ რიაპთან ახლოს არის შემაღლებული ადგილი, თათა სისტემა, სახელად პნომ კულენი. ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა უძველესი ქალაქი მაჰენ დრაპარვატა, რომელიც წარმოადგენდა კამბოჯელი მოსახლეობის, ქმერების იმპერიის დასაბამს და მათი იმპერიის დედაქალაქს. ეს ქალაქი მოიცავდა უამრავ ტაძრებს, რომელიც ტაძრების დღესდღეობით ნაწილობრივ განადგურებულია და ნაწილს ბუნება ყლაპავს. ჩემი თავდაპირველი გეგმა ასეთი იყო: წავსულიყავი უახლოეს ქალაქში, სიემ რიაპში, მექირავებინა მოპედი, ამ მოპედით წავსულიყავი და დამეთვალიერებინა კამბოჯის დაკარგული ქალაქი და დაბრუნებულიყავი ისევ უკან. ჯამში გასავლელი იქნებოდა 160 კილომეტრზე მეტი. ჩემი გათვლებით ამ ყველაფერს ერთ დღეში მოვასწრებდი. ქალაქ სიემ რიაპამდე 15 კილომეტრიანი მანძილის გავლა ავტოსტოპით გადავწყვიტე. მოდი ვნახოთ, როგორ მუშაობს ავტოსტოპი კამბოჯაში. ვინმე გამიჩეს. 5 minutes later. აი გამიჩერა ტუკ-ტუკმა. მაგრამ მე მგონი ფულს არ გამომართვეს ახლა. ცოტა საიჭოდ გამიჩერა ისე. Thank you very much. Have a nice day. ქალაქში როგორც კი ჩამოვედი, ვიქირავე მოპედი. ეს სკუტერი არის ჩემი. მოკლედ ვიქირავე და ახლა ამით დავიწყებ სხვა ადგილების აღმოჩენას. უფრო გამიმარტივდება მოძრაობა რა. Sorry? Open gasoline. Gasoline here? Yeah, gasoline. One. Okay. Okay. მოკლედ შორმანძილზე ვაპირებ ახლა აქედან წასვლას რა. ეს 80 კილომეტრი მაქვს გასავლელისა და თვითონ წავიდე და ახლა მოვიდა კიდე სხვა მეპატრონე და ესე იგი მითხარ რომ კარგად შევამოწევთო ტრანსპორტს რომ რამე პრობლემა არ შეიქმნასო რა. ახლა ტექნიკურად გამართავენ მოკლედ რომ გზაში არ გავჩერდე სადმე. გზებზე სიარულისას ვაკვირდებოდი სახლებს, სოფლებს, გზებს.
ახლა ვარ სადღაც კამბოჯაში, ერთ-ერთ სოფელთან ახლოს. გზაზე ვარ გაჩერებული. სიწყნარი არის, ბევრი მოსახლეობა არის, ყანებია ძირითადად. საინტერესო ადგილია. დავაყენა ჩემი მოპედი, ცოტა გაგრილდეს. ნახევარი გზა დაახლოებით გავლილი მაქვს. მეც ცოტა შევისვენებ, წყალი დავლიე, ახლა შევჭამ რაღაცა ცოტა ხილს, ნაყიდი მაქვს რაღაცეები. აქ არის ბანანი და აი აქ არის აი ეს ხილი, სახელი დამოვიწყდა. მაგარია რა. კამბოჯა უღოს სოფლის არემარე. აი მიუყვარს რა ასეთი მოგზაურობა, აი ტრანსპორტს ორგუბლიანს რომ იქირავებ და გადიხარ ქალაქ გარეთ. აი ამაზე მაგარი ბედნიერება, ახლა ვარ უზომოდ ბედნიერი. აი სხვა ქვეყანაში სუპერულად გავაკეთე ეს პორტუგალიაში. აი ახლა ჩავსვამ კადრებს, ანალოგიურად იქაც გავჩერდი, შევისვენი ასე სადღაც შუა გზაზე. არანაირი მოსახლეობა რომ არ იყო და აი ეგ მომენტი გამახსენდა ახლა 2 წლის წინ დაახლოებით. მაშინაც ბედნიერი ვიყავი და ახაც უზომოდ ბედნიერი ვარ. ორგუბლიანი ტრანსპორტი აბედნიერებს რა. ამ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცოდი წინ რა გიჟური თავგადასავალი მელოდებოდა. დანიშნულების წერტილამდე არ მისული, გზად დავინახე რომ ასე 2 კაცი წყალში იყო შესული და იქვე ბავშვებიც თამაშობდნენ. და მაინტერესა რა ხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს 2 კაცი თურმე თევზაობდა. მინდოდა დიდხანს დარჩენილიყავი და დავკვირვებოდი მათ, მაგრამ მალე დაღამდებოდა და მე კიდევ ჩქარობდი, რომ დროში მომესრო ყველაფერი. ფიშ. მეგონა რომ პირდაპირ მივიდოდა სამანქანო გზა, ნუ ახლოს მაინც მივიდოდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკვე ნახე სადავარ. შუაგულ ტყეში ამოვყავი თავი. დარჩენილი არის დაახლოებით 8 კილომეტრამდე, 7.5. უნდა შევცვალო ხა გეგმა და რაღაც უნდა მოვიფიქრო რა. ან სადმე დავტოვებ ამას და ფეხით გავაგზელებ სვლას, ან სადმე აქ დავრჩები სოფელში, ახლო სოფელში და ხვალ დილას შეიძლება გიდი ავიყვანო და ისე წავიდე. მოკლედ ვფიქრობ რა გავაკეთო ახლა. სრულიად მარტო ვარ ტყეში. გადავწყვიტე რომ მეცა და აბა დაღამებამდე თუ მივიდოდი დანიშნულების ადგილას. გზად ვნახე კიდეც აი ეს საინტერესო ნაგებობა, რომელსაც პირამიდის ფორმა ჰქონდა. მაგრამ უკვე ღამდებოდა, ინტერნეტს კარგად ვერ ვიჭერდი და რუკაზეც გზას კარგად ვერ ვაგნებდი. სანამ ამ ადგილას მოვიდოდი, გზის მოსასწავლებლად აქვე სოფელში ერთ-ერთ კაფესთან გავაჩერე. ჩემდა საბედნიეროდ იქ ერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ინგლისური იცოდა და მასთან კომუნიკაციის დამყარება შევძელი. შევთავაზე, რომ მცირე თანხის სანაცვლოდ თუ წამომყვებოდა ასე ვთქვათ და გიდობას გამიწევდა ამ ტერიტორიის დათვალიერებაში. დამთანხმდა ამ წინადადებაზე და მეც ვუთხარი, რომ თუ რამე ხვალ დილას ამ ადგილას მოვიდოდი. აი ამ მომენტში მეც სწორედ მისი ვარიანტი ავირჩიე და ვარჩიე მარტო წასვლას ჯერ სოფელში დაბრუნებულიყავი, იქ სადმე დავრჩები, გესტჰაუსში ან ჰოსტელში ან სადმე და ხვალ დილას მას მივაკითხავდი. მაგრამ ღამის გათევამ თლად დიოლი არ გამოდგა. ამ ისედაც პატარა სოფელში საცხოვრებლების დიდი არჩევანი საერთოდ არ იყო. მომასწავლეს ერთ-ერთ სასტუმროში და მეც მოვედი სიტუაციის გასაგებად. საოჯახო სასტუმრო არის ან ჩვეულებრივი სასტუმრო არის, არ ვიცი მოვედი და ესე იგი ფასი რამდენია მაგას ვარკვევ რა. თუ ჯვარი არ მითხრეს, მოკლედ დავჩები აქ ერთი ღამე. ასეთი ნაჭერი მომცეს, სული ნაჭერია და სურნელი აქვს, კარგი. სახი გაიწმინდეო. გავიწმინდოთ. ახლაც მე საჭიროება ეს ყოველივე. Two very boring minutes later. ამდენი ხანია თუნდა ფასის გარკვევას ვერ გავიგე. წერან გარეთ ვიყავი, ჭიშკრის გარეთ ხო და შემოდი და შიგნით გავარკვიოთ. გარეთ არ მეთხრა ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ძვირი მითხრეს და მეც ამის გამო უარი ვთქვი, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროში მერჩივნე გამეთია ღამე. საოჯახო სასტუმროში ძვირ ფასსაც კი გადავიხდიდი, სადაც ადგილობრივებთან დავილაპარაკებდი და მექნებოდა კონტაქტი. Hello. ამ ძებნაში ვიყავი, რომ მართლაც ერთ-ერთმა ოჯახმა სრულიად უფასოდ მიმიპატიჟა. მოკლედ ამ ოჯახში ვჩები რა, აგერ არის სახლი და აქ დავიძინებ დღეს. მაგრამ ერთი პრობლემა არის, რომ აი ამდენი ოჯახის წევრი არის და ერთი სიტყვაც არ იციან ინგლისურში, ანუ საერთოდ. და ეს ცოტა პრობლემა არის, იმიტომ რომ კომუნიკაციის სამბავში ტელეფონით თარგმნი რა, ისინიც მითარგმნიან და მეც ვთარგმნი.
Desert. შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია ახლა სადაც ვარ, კამბოჯის მთიანი ნაწილია და ამის გამო აქ საკმაოდ ცივა კამბოჯის სხვა ტერიტორიებთან შედარებით. ესიც ცივე კი განსაკუთრებით შეიგრძნობა ღამე. დავინახე, რომ დესერტს აკეთებდნენ და გადავწყვიტე ჩემი ნაყიდი ბანანებიც მიმეცა მათთვის კერძში გამოსაყენებლად. როგორც იქნა გამზადა დესერტი და დრო იყო დამე გემოვნებინა. მომეწონა, გემრიელი იყო, მაგრამ ახლა ისე დაღლილი ვიყავი, ყველაზე მეტად ძილი მესაჭიროებოდა. აქამდე თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. გათენდა მეორე დღე და წესიერად გაუძებულიც არ ვიყავი, უკვე დამასაქმეს. უბრალოდ მაგიდის გადატანაში მივეხმარე. შემდეგ ქოქოსის წვენი შემომთავაზეს და ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ ხიდიდან მომიწყვიტა ქოქოსი. მაგარია რა, პირდაპირ ეზოში რომ გაქვს ქოქოსის ხე, ახვალ როცა გინდა მოწყვიტავ. ასე გამოიყურებოდა სახლი, სადაც მეძინა. დააკვირდით აი ამ სახლს, როგორ დგას ხის სვეტებზე, შემაღლებულზე, მიწიდან დაცილებული. რასაც ვაკვირდებოდი, კამბოჯაში სახლების უმეტესობა ზუსტად აი ასეა მოწყობილი. და ამ დატოვებულ სივრცეში ხშირად ვხედავდი მობინადრეები როგორ ისვენებდნენ, ან ჰამაკში, ან ტახტზე. მოდი ეს სახლი შიგნიდანაც დავათვალიეროთ. აი ამ ადგილას მეძინა მე. აქვე არის სამზარეულოსავით რაღაც მოწყობილი. შემდეგ გადავდივართ მეორე დიდ ოთახში. აქ მეორე დასაძინებელი ადგილია უკვე და მარცხნივ ოთახს რომ ხედავთ, ეგეც ცალკე საძინებელია. ეს კი არის საპირსპარეშო. გუშინდელისგან გასხოვებით ამ დილას ოჯახის ყველა წევრი ვერ ვნახე. ალბათ წასულები იყვნენ უკვე სამუშაოდ, არ ვიცი. მეც დიდხანს აღარ გავჩერებული ვარ აქ და მალევე წამოვედი. გეზი ავიღე კაფის მიმართულებით, სადაც გუშინ გაცნობილი ერთი ადგილობრივი მეგულებოდა. აი ამ კაფეში ვიპოვე ერთი პიროვნება, რომელიც წამომყვება აი იქ, სადაც გუშინ ვცდილობდი წასვლას. ანუ ეს ჩვეულებრივი პიროვნება არის, არც გიდი არის, არც რამე გამოცდილი, მაგრამ უბრალოდ იცის გზები. გაიცანით, ეს პოვია, ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც დამეხმარება ეს ტერიტორია დავათვალიერო. ინგლისური სასტუმროში მუშაობისას ისწავლა და კომუნიკაციას ტელეფონით გადათარგმნის გარეშე ვამყარებ. ეს უკვე კარგია. გადავჯექით მის მოპედზე და დავიძალით. შევუდექით დაკარგული ქალაქის აღმოჩენას. მაგრამ მანამდე ჯერ ტრანსპორტში საწვავია ჩასასხმელი. ახლა ბენზინს ვიყიდით და ჩაასხამს, ასე იყიდება ბენზინი მოკლედ აქ. რადგან ბენზინგასამართი სადგურები არაა საკმარისი რაოდენობით კამბოჯაში, მოსახლეობას უწევს საწვავი იყიდოს აი ასე კერძო პირებისაგან, რომლებსაც ეს საწვავი ჩამოსხმული და გამზადებული აქვთ ბოთლებში. This is 1 liter, yes? Yeah, 1 liter. And how much does it cost? It's $1. $1. ანუ 400 კამბოჯური риელი. Are you YouTuber? Yes. ეს ბიჭი დაიმახსოვრეთ. ცოტა ხანში ისევ გადაიკვეთება ჩვენი გზები. თავდაპირველად ერთმანეთს ჩვენს ენაზე გამარჯვების თქმაც ვასწავლეთ. How can I say hello in Cambodia? Sorry? Sustai. Susrei. Your language? გამარჯობა. Gammajoba. Yes. მივდივართ ყოველგვარი რუკის გარეშე. სწორედ იმ გზებზე, სადაც მე გუშინ მარტო ვცდილობდი გაგნებას. მაგარია რა, ადგილობრივთან ერთად რომ ათვალიერებ ამა თუ იმ ადგილს. იმ ადგილობრივთან, რომელმაც ზეპირად იცის ესა თუ ის ადგილი. So this road is for only locals. It's not shown on Google Maps, this road? Okay. გზები ძალიან ცუდი იყო.
უმეტესად ქვიშა და ამ გზებზე ამ მოპედმა როგორი არა ახლაც მიკვირს. Sorry. Can we drink this? Yeah, sure. როგორც მითხრა, აქ წყლის ფილტრაცია ხდება და სოფელს სწორედ აქედან მიეწოდება წყალი. Now drink. Yep. ესეც ჩვენი პირველი ტაძარი, რომელიც ვნახეთ. ის თარიღდება მე-8 საუკუნით. ანუ 4 საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე ანგკორ-ვატი და მოიცავს 3 კოშკს. ნახეთ, ალამაზია. მთელი ისტორია არის ჩემს თვალწინ. მოდი ახლა შევიდეთ შიგნით. კოშკის შიგნით ოდნავ სიცივე იყო, ვიდრე მის გარეთ. ასე გამოიყურება შიგნით. Before we have like a Buddha here. Buddha? And why is not here? It's lost. Somebody brings. Why is not here Buddha? I don't know. It was stolen or maybe moved another way? I don't know for this one because I'm not yet before. You have not seen here Buddha or you have seen just, it? No, Just information. Yeah, just information from the old local people here. Okay. დღესდღეობით კამბოჯა ბუდისტური ქვეყანაა, მაგრამ მე-5 საუკუნიდან მე-12 საუკუნემდე აქ გავრცელებული იყო ინდუიზმი, რომელიც აქ გავრცელდა ინდოელი მოვაჭრეების მიერ. ეს ტაძარიც სწორედ მორთულია ელემენტებით ინდუიზმის რელიგიიდან. ეს შენობა, როგორც ხედავთ, ნახევრად დანგრეულია. და ასევე მესამე ნაწილი აი აქეთ, ესეც დანგრეულია. ასე გამოიყურება ამ ადგილის 3D მოდელი. Farm, like Farm? Is this farm? Yeah. This is house. Yeah, it's small house. Someone lives here or? No, like right now it's no. Okay. But before he like he do the farm, he come. For farming. Yeah. So this is hidden place, yes? Hidden. Not many people knows about this. აი მოვედით. სპილოს ქანდაკებები, ეს არის მთავარი დანიშნულების წერტილი. რატომაც საერთოდ მინდოდა ეს 2 დღე რატომაც ვიბრძვი აქ მოსასვლელად. აქ შეხვდებით ერთ სპილოს ქანდაკებას, 2 ლომის და 1 რაღაც ცხოველის, რომელსაც ბაყაყს ამსგავსებენ. ასე გამოიყურება ამ ადგილის 3D მოდელი. მათი გაკეთების თარიღად მიჩნეულია მე-9 საუკუნე. ეს კონკრეტული ადგილი პირველად ევროპელი მკვლევარებისათვის 1920-იან წლებში გახდა ცნობილი. თანამდებობებით არ იციან რატომ გააკეთეს ეს ქანდაკებები, მაგრამ ყველაზე გასაოცარია ჩემთვის თუ როგორ გააკეთეს ეს წარსულში. ეს ცხოველების მონოლითური ქანდაკებები. მონოლითური ნიშნავს, რომ ერთი ქვისგან არის გამოთლილი და არაა სხვადასხვა პატარა დეტალი ერთმანეთთან შეწებებული. ეს ყველაფერი საკმაოდ მისტიურს ხდის ამ ადგილს. ასე გამოიყურება იგივე ადგილი, როცა ყველაფერი ამწვანებულია სეზონზე. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. ჩემი ყოფნისას ცოტა მცენარეები დამაკლდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემთვის ხელი მაინც არ შეუშლია. მაინც განმაცვიფრა ამ ადგილმა. მაგარია რა. შუაგულ ტყეში ასე ქვისგან გაკეთებული საოცარი ქანდაკება, რომელიც ჩაფლული არის სიმწვანეში და უდიდეს ისტორიას იტევს. ამ ტერიტორიაზე ყოველ ასეთ შესანიშნაობასთან და ტაძრებთან შეხვდებით მეთვალყურეებს, რომლებიც ასუფთავებენ და იცავენ ტერიტორიას. Cook? Yes. აი ამზადები საჭმელს აქ. Georgia. Georgia. Yeah. It is viewpoint. Okay, I will go. Này mơ khơi như kì. New city. What city is The new city. New city? Siem Reap? Yeah, near the Siem Reap. Near Siem They Reap? call Rontaek. Okay. Rontaek city. Without cloud, it's visible to see, yes? Without Cloud. Na- Right now. Yes, right now it's cloudy.
დაუბრუნდით ისევ პოვის კაფესთან, საწყის ადგილას. What are you doing here? Make the broom. Broom. Cleaning. And you sell then this? Yeah, You yeah. sell? My father is selling. Selling. Okay. Thank you. ასე გამოიყურება მისი გაკეთებული ცოცხი. დღეში 2 წელს ვაკეთებო და თითოს $2.50 ვყიდიო. ამ დახმარებისათვის შეპირებისამებრ თანხა გადაუხადე პოვს. მან კი ცივი ყავა მაჩუქა. მეც დავიწყე მისი სმა და ისის იყო ვემზადებოდი წასასვლელად. რა დროსაც ეს ბიჭი ხომ გახსოვთ, რომ გითხარით დაგემახსოვრებინათ. თურმე ეს ბიჭიც იუთუბერი ყოფილა. ომმა მითხრა მიდი გაესაუბრეო. ისიც იუთუბერიაო და იცის ინგლისურიო. პოვის ცოლიზმა ყოფილა, რომელიც იქვე ეზოს მეორე მხარეს იჯდა და მეც მეტი რა მინდოდა. მივედი მის უკეთ გასაცნობად. Hello. Hello. We are YouTuber. YouTubers. And we decided now that we must go with my scooter to another place. It's like pyramid temple, and we will see together. It will be interesting. Yeah. Your name? Rion. ახლა წესით ჩემი სახლისაკენ უნდა მივდიოდე, მაგრამ ასე სპონტანურად ჩემი მარშრუტი შეიცვალა და 10 წუთის წინ გაცნობილ ადამიანთან ერთად მოპედით მივდივარ ახალი ადგილის აღმოსაჩენად. მოდი აქ დავასრულოთ ეს ვიდეო. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და შევხვდებით ამ ვიდეოს მეორე ნაწილში.